მოგესალმებით. ევროკავშირი არის გლობალისტურ ნეოლიბერალური პროექტი, რომელიც იმართება ზე სახელმწიფოებრივი და ზე ეროვნული სტრუქტურებით. ეს პროექტი თავისი არსით გულისხმობს იმას, რომ მიზანი უნდა იყოს მთელს ევროპის ტერიტორიაზე ერთიანი იდენტობის ჩამოყალიბება. ეს იდენტობა არ უნდა იყოს არც ეროვნულ და სუვერენულ ღირებულებებზე დაფუძნებული, არც ტრადიციულ ღირებულებებსა და ოჯახის ინსტიტუტზე და მით უმეტეს არც ქრისტიანულ კულტურასა და ცივილიზაციაზე. თანამედროვე ევროკავშირის იდენტობის საყრდენი უნდა იყოს გლობალიზმი და ნეოლიბერალიზმი. გლობალიზმი როგორც ყველანაირი სახელმწიფოებრივის წაშლის სიმბოლო და ნეოლიბერალიზმი როგორც ცხოვრების წესი და მთავარი იდეოლოგია, სადაც არავის ეცოდინება კაცია თუ ქალი. როდესაც პოლიტიკური კავშირის მიზანია ასეთია, შემდეგ იწყება ისეთი პროცესები, რასაც ჰქვია არალეგალური მიგრაცია, ძალაუფლების კონცენტრირება ბრიუსელის ბიუროკრატიის ხელში, რომელიც სხვათა შორის არც ხალხის მიერ არის არჩეული და როგორც ვიქტორ ორბანმა თქვა, ჯორჯ სოროსის ჯიბეში ზის და ასევე იწყება LGBT პროპაგანდა და LGBT ღირებულებების დანერგვა. ამ ფონზე ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო, ისე გამოიყურებიან როგორც თეთრი ყვავები. ამიტომაც არ გვიგვირს, რომ ცოტა ხნის წინ რობერტ ფიცო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, მისივე ქვეყანაში უკრაინული მაიდანის სცენარზე ალაპარაკდა და ამ სცენარში ზუსტად იგივე ძალები დაასახელა მოქმედ აქტორებად, ვინც უკრაინაში უკვე მოახდინა მაიდანი და საქართველოში ახლაც იმავეს ცდილობს. ნათელია, რომ მსგავსება არსებობს საქართველოს, სლოვაკეთის, უნგრეთისა და სერბეთის ხელისუფლების მიერ გატარებულ სუვერენულ პოლიტიკას შორის. საერთოა ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების დაცვა, კატეგორიული უარი ნებისმიერი ფორმით კონფრონტაციაზე რუსეთთან და ამით, როგორც შტატების ყოფილი ადმინისტრაციის წევრები ამბობდნენ, შტატებისავე სტრატეგიული ინტერესების შესრულება რუსეთის დასუსტების მიზნით. საერთოა ასევე სუვერენიტეტის დათმობაზე უარიც. ეს დათმობა ეხება ნებისმიერ გარეძალას. იქნება ეს ევროკავშირში ბრიუსელი თუ ზოგადად დიპ სტეითი და გლობალური ომის პარტია. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ამ ქვეყნებში არის მცდელობები, რომ ვითარება რევოლუციის გზით აყირავდეს და ხელისუფლება შეიცვალოს. სწორედ ამაზე საუბრობდა რობერტ ფიცო ცოტა ხნის წინ. 24 იანვარს სლოვაკეთში ბრატისლავაში აქცია გაიმართა, სადაც ორგანიზატორების თქმით 60,000 ადამიანი მონაწილეობდა. აქვე ხაზი გავუსვათ, რომ აქციის ორგანიზატორია უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია მშვიდობა უკრაინისთვის. უკვე საინტერესოა, რომ სლოვაკეთში, ქვეყანაში, სადაც ათასობით უკრაინელმა თავი შეაფარა და ომს გამოექცა, სწორედ უკრაინული ორგანიზაცია გეგმავს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს. მიზეზი კიდევ უფრო კომიკურია. თურმე როგორ გაბედა სლოვაკეთის პრემიერმა ფიცომ მოსკოვში ჩასვლა და საკუთარ ქვეყანასთან მიმართებით ენერგო უსაფრთხოების საკითხების განხილვა. აი ამას ქვია, როდესაც კონკრეტული გარეძალა, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, შარზეა და მიზეზს ელოდება, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. ახლა კიდევ უფრო საინტერესო დეტალი. ფიცომ თავად აღნიშნა, რომ აქციაზე გამოსულების მინიმუმ მესამედი უკრაინელები იყვნენ. ფიცო იმასაც ამბობდა, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს მოვლენებში, ასევე უკრაინის მაიდანში და ამზადებს გადატრიალებას სლოვაკეთში. გასაკვირი ამაში არაფერი არ არის, მით უმეტეს იმ ფონზე, თუ საქართველოში მიმდინარე პროცესებს გავიხსენებთ. ის ფაქტი, რომ რატომღაც ბრატისლავასა და თბილისში გამართულ აქციებზე რატომღაც უკრაინის დროშების ფრიალი ხშირია, უკრაინელებიც რომ იმ ხელისუფლებების საწინააღმდეგო აქციებში იღებენ მონაწილეობას, ვინც ომისგან თავშესაფარი მისცა, ეს ზედაპირზე არსებული მსგავსებებია. მთავარი მსგავსება კი არის იმაში, თუ ვინ გეგმავს ამ აქციებს. გავიხსენოთ, რომ 2023 წლის სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში იყო შემოსული ჩვენს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც გეგმავდა დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი უნდა ყოფილიყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. ამ სქემის ერთ-ერთ ავტორად საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე დასახელდა. სქემის ნაწილად მაშინ დასახელდა ორი ორგანიზაცია, კანვასი და ოტპორი, რომელთაც სერბეთში რევოლუციურ მოვლენებში მოქმედების გამოცდილება ჰქონდათ. ამ სქემის ფონზე სრულიად არ არის გასაკვირი, რომ იგივე ხდებოდეს სლოვაკეთშიც. მით უმეტეს, რობერტ ფიცოც მისივე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციას ეყრდნობა. უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე უარი.
უკრაინისთვის უაზრო ფინანსური დახმარების გაჭიანურება და ხელშეშლა გაუთავებელი საუბრები ევროკავშირის ბიუროკრატიასა და ნაკლოვანებებზე, ტრადიციული ღირებულებების დაცვა, საქართველოსთან მიმართებით პრინციპული პოზიციები, სლოვაკეთის სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა. ეს არის ის მიზეზები, რის გამოც სლოვაკეთში სურთ გადატრიალების მოწყობა. სლოვაკეთში მიმდინარე პროცესების შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. გლობალური Deep State-ის აგენტურა საქართველოს მსგავსად სლოვაკეთშიც გააქტიურდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების მცდელობაში დაადანაშაულა. ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების გულისწყრომა ფორმალურად ფიცოს მოსკოვში ვიზიტმა გამოიწვია. თუმცა რეალური მიზეზი საქართველოს მსგავსად იმაში მდგომარეობს, რომ ფიცო საკუთარი ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობს და არ სურს დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში სლოვაკეთი მსხვერპლის როლში რომ აღმოჩნდეს. ლიბერალური ოპოზიციის და მათი პატრონების ხელწერა საქართველოს მსგავსად სლოვაკეთშიც იდენტურია. ისინი მასების მობილიზებას ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მაქსიმალური ესკალაციის მიზნით. ჩვენ ვხედავთ სტრუქტურას, რომელსაც სურს გამოიყენოს ეს მიტინგები და აქციები. უწინარესად სახელმწიფოს უშიშროების ძალებთან შესაძლო შეტაკებისთვის, დაძაბულობის კიდევ უფრო ესკალაციის მიზნით და აგრესიის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ფორმალურად ფიცოს საგარეო კურსის ცვლილებაში სდებენ ბრალს, რადგანაც ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა რუსული გაზის ტრანზიტის გზების მოსანახად აღმოსავლეთ ევროპაში. 2025 წლის 1 იანვარს უკრაინამ უარი განაცხადა რუსული გაზის ტრანზიტის გაგრძელებაზე აღმოსავლეთ ევროპაში და სლოვაკეთი, ავსტრია, უნგრეთი და რუმინეთი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ყველასგან დახმარებას ითხოვს, თუმცა თვითონ უკრაინა დახმარების მაგივრად ევროპული ენერგოსისტემის დივერსიითაა დაკავებული. ჯერ გერმანულმა გამოძიებამ უკრაინის მოქალაქეების ბრალეულობა დაადგინა ჩრდილოეთის ნაკადის გასადენების აფეთქებაში, რომლის მეშვეობითაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან გერმანიას მიეწოდებოდა ბალტიის ზღვის გავლით. უკრაინა მესარი მყოფინა და შუა ზამთარში აღმოსავლეთ ევროპა რუსული გაზის გარეშე დატოვა. სწორედ ამ ენერგოკრიზისის დამანგრეველი შედეგების აცილებას ცდილობს ფიცო ორბანთან და ვიუჩიჩთან ერთად საკუთარი ქვეყნისთვის. ევროკავშირის მმართველი ელიტა კი ყველანაირად ცდილობს ფიცოს და ორბანის პოზიციების შეასუსტოს და მათ საკუთარი თანამოქალაქეები აუმხედროს. დასავლური ნეოლიბერალური ელიტების და მეინსტრიმული მედიის შეტევა ფიცოზე ჯერ კიდევ 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მომენტალურად დაიწყო. პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ ფიცოს დადანაშაულება ორკესტრირებულად დაიწყეს ადამიანის უფლებების შევიწროვების და მედიის თავისუფლების შეზღუდვის საბაბით. 2024 წელს სლოვაკეთის ხელისუფლებამ უცხოური გავლენის კანონის შემოღება დააანონსა, რომლის თანახმადაც ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ყოველწლიურად 5,000 ევროზე მეტი უცხოური დახმარება ერიცხებოდა, უცხოური აგენტის სტატუსს იღებდა. ევროკომისია ევროკავშირის წევრ სლოვაკეთს სანქციებით დაემუქრა აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში. დროთა განმავლობაში რობერტ ფიცო ვიქტორ ორბანთან ერთად ევროკავშირის კერკეტი კაკალი გახდა და დასავლეთის მშვიდობის პარტიის და სუვერენული ლიდერების სიაში დაიმკვიდრა ადგილი. ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მოწინააღმდეგეა. თავის პოზიციას ყოველთვის ღიად და გამბედავად გამოხატავდა ამ საკითხზე. ევროკავშირის ხელმძღვანელობას კი ომის გაჩაღებაში ადანაშაულებდა. 2024 წლის ბოლოს ვეტერანებთან შეხვედრისას პაციფისტური პათოსით გაჟღენთილი სიტყვა წარმოთქვა. ჩვენ დუკლაში არ შევკრებილ ვართ, რომ ომი ტანჯვა და სიკვდილი გვეზე იმამე ძალიან ვწუხვა, რომ ევროპაში მანკიერი მოდა დამკვიდრდა ომის გაჩაღების თაობაზე. იმის მაგივრად, რომ ცდა არ დავიშუროთ იარაღის ჟღარულის შესაჩერებლად ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ჩვენ გვესმის ხმამაღალი შეძახილები და ხმაურიანი მისალმებები, ხშირად მატერიალური გადაწყვეტილებები, რაც ომს მხოლოდ ახანგრძლივებს. ჩვენ გვესმის თუ რა სიმსუბუქით ლაპარაკობს ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი საშუალო და შორი რადიუსის რაკეტებზე, ფიგურალურად რომ ვთქვათ, იქნებ ერთ ასეთ რაკეტას ბრიუსელში შადრევანი დაენგრია, რათა მათ გაეგოთ რაზე საუბრობენ. რა გასაკვირია, რომ საკუთარი ქვეყნის პატრიოტ და ხანდახან მწარე სიმართლის მთქმელ სლოვაკ ლიდერს გლობალური ომის პარტია სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაეკიდა. 2024 წლის 15 მაისს სლოვაკეთის მთავრობის გასვლითი ღონისძიების დროს რობერტ ფიცოს რამდენიმეჯერ ესროლეს და ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
პატარა სლოვაკურ ქალაქში ტერორისტული აქტის მცდელობა რაღაცით დონალდ ტრამპზე თავდასხმას წააგავდა. დონალდ ტრამპის მსგავსად ალბათ რობერტ ფიცოც პირველ რიგში ღმერთს უნდა უმადლოდეს გადარჩენას. ეს დასავლეთ ევროპაში სახელმწიფოს ლიდერის ლიკვიდაციის პირველი მცდელობაა ბოლო 40 წლის განმავლობაში. ბოლოს კი შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულოფ პალმე ჩაცხრილეს. ამერიკული იმპერიალიზმის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ნეიტრალიტეტის და მშვიდობის დიდი მომხრე და სოციალური კეთილდღეობის მხარდამჭერი. ულოფ პალმეს მკვლელობის კვალი ამერიკულ სპეცსამსახურებთან მიდის, მაგრამ ამჯერად სამიზნეში ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნის მეთაური ამოიღეს. რობერტ ფიცოც ულოფ პალმეს მსგავსად ანტიმილიტარისტია, ანტიიმპერიალისტი, რაც ეთყობა ძლიერთა ამა ქვეყნისათა გაღიზიანებას იწვევს. ვინ წარმოიდგენდა, რომ დღესაც ასე უტიფრად შეიძლება არასასურველი პოლიტიკოსის მოშორება. დემოკრატიულ შეერთებულ შტატებში პრეზიდენტებზე თავდასხმა, მათი მკვლელობები თითქმის უკვე ტრადიციად ექცათ, მაგრამ შუაგულ ევროპაში თუ აქამდე მივიდოდა საქმე, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა. ფიცოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტი სლოვაკური ოპოზიციის წარმომადგენელმა განახორციელა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯ სოროსი და მის მიერ დაფინანსებული მედია საშუალებები დაადანაშაულა მის წინააღმდეგ განხორციელებულ ლიკვიდაციის მცდელობაში. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყველა ვინც დასავლურ ჰეგემონიას და მილიტარიზმს უპირისპირდება, ან იარაღის სამიზნე ხდება, ან სანქციის ადრესატი, ან უბრალოდ გლობალისტების შეტევის ობიექტი. ნასროლი ტყვიების მიუხედავად ფიცო მაინც ვერ გააჩუმეს. მის წინააღმდეგ ბოლო შეტევა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ენერგოკრიზისს უკავშირდება. ფიცო ყველანაირად ცდილობს საკუთარი მოქალაქეები ენერგორესურსების გაძვირებისგან დაიცვას. ხან პუტინს ხვდება, ხან ერდოღანს და რუსული გაზის ტრანსპორტირების ახალ გზებს ეძებს. პოლიტიკური ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები კი ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობენ და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაში სდებენ ბრალს. რობერტ ფიცო სრულ ბრალდებებს დამაჯერებლად პასუხობს. Nikto, opakujem, nikto netlačí Slovensko preč. არავინ ვიმეორებ, არავინ უბიძგებს სლოვაკეთს ჩამოშორდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სივრცეს, რომელიც ევროპული საზოგადოებაა. მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ დიდი აქტორების ეგოისტური ეროვნული ინტერესები. ეს ნიშნავს, რომ გეოპოლიტიკური მიზნები იწყებენ დომინირებას ამ საზოგადოებაში. მეორე მხრივ, უგულებელ ყოფენ პატარა აქტიორების საჭიროებებს. მსოფლიო პოლიტიკაში იყენებენ ამას და რა აქვს მნიშვნელობა სპილოებს უყვართ ერთმანეთი თუ ჩხუბობენ. ბალახი ყოველთვის ითელება. არ მსურს, რომ სლოვაკეთი იყოს ისეთი ბალახი, როგორსაც ამ დღეებში ვხედავთ, როდესაც შეჩერებულია გაზის ტრანზიტი უკრაინიდან, რაც მკვეთრ გავლენას მოახდენს ყველა ჩვენგანზე ევროკავშირში, მაგრამ არა რუსეთის ფედერაციაზე. Na Rusku federáciu. ბრიუსელი და მხარდაჭერილი ანტისამთავრობო დემონსტრაციები სლოვაკეთშიც საქართველოს მსგავსი ლოზუნგებით ტარდება. ზელენსკი სლოვაკეთშიც ისევე როგორც საქართველოში აქტიურად უჭერს მხარს ლიბერალურად განწყობილი პროევროპული ოპოზიციონერების აქციებს. უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე ბრატისლავაში მიმდინარე პროტესტის სურათი გააზიარა და შემდეგი ტექსტი დაურთო. ბრატისლავა მოსკოვი არ არის, სლოვაკეთი ევროპაა. რობერტ ფიცომ ზელენსკი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა ეს არ იმყოფინა და 2025 წლის 17 იანვარს სლოვაკეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, პროგრესული სლოვაკეთის ლიდერს მიხალ შიმეჩკას შეხვდა. უკრაინის ფრონტი ჩამოშლის პირასაა. ქვეყანა მიწასანაა გასწორებული და ზელენსკის დრო რჩება სლოვაკეთის ოპოზიციას შეხვდეს და სხვა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს. რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერების შემდეგ ფიცომ ზელენსკი ევროკავშირისთვის და სლოვაკეთისთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენების მცდელობაში დაადანაშაულა და მის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას, რომელიც მან შობამდე მიიღო, საღაზრთან საერთო არაფერი აქვს. ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ძლიერ აზიანებს სლოვაკეთს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს ევროკავშირს აზიანებს. ფიცომ ასევე უკრაინელი დევნილებისთვის დახმარების შეჩერების შესაძლებლობაზე ისაუბრა კიევის მტრული პოლიტიკის გამო. მე მსურს იმ ღონისძიებების სია ჩამოთვალო, რაც შეიძლება გამოვიყენოთ. პირველ რიგში ჩვენ ნებისმიერი სახის ჰუმანიტარულ დახმარებას შევაჩერებთ. იმის მიუხედავად, ეს სლოვაკეთის მთავრობის მიერ დადასტურებული იყო თუ არა. ჩვენ გვაქვს იმ უკრაინელების სია, ვინც დევნილების პროგრამაშია ჩართული. სატვირთო გადაზიდვებით სარგებლობს და ასევე სხვა ღონისძიებებსაც შევაჩერებთ, რაც უკრაინის დახმარებას ისახავდა მიზნად. რა თქმა უნდა, ამას უფრო სიმბოლური დანიშნულება გააჩნია, მაგრამ ეს იქნება საპასუხო რეაქცია უკრაინის და მისი პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც ჩვენს ქვეყანას განზრახ აზიანებს.
ქართველი მაყურებლისთვის უკვე კარგად ნაცნობა მიხაელ როთმა, რომელიც საქართველოში მიმდინარე ოპოზიციური აქციების ხშირი მონაწილე იყო, სლოვაკეთში და საქართველოში მიმდინარე მოვლენები ერთ კონტექსტში მოიხსენია და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მმართველი რგოლის მიერ სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობა საქართველოში, სლოვაკეთსა და სერბეთში. თვითონ მიხაელ როთმა ილონ მასკის პოსტი X-ზე, სადაც მან ალტერნატივა გერმანიას დაუჭირა მხარი გერმანიის საქმეებში ჩარევად მონათლა. თუმცა საკუთარი აქტიური მონაწილეობა საქართველოში და სლოვაკეთში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე არაფრად არ მიიჩნია. მსგავსი ორმაგი სტანდარტები და ფარისეულობა, რომელიც საქართველოსნაირი და სლოვაკეთისნაირი პატარა, მაგრამ სუვერენული ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, სულ უფრო მეტი ადამიანის სამართლიან გაბრაზებას იწვევს. თუ ოფიციალური კიევი რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, რობერტ ფიცომ არ გამორიცხა, რომ უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტოს. ეს საკმაოდ ადეკვატური პასუხია, რადგანაც უკრაინა სლოვაკეთს გაზის გარეშე და ასევე იმ შემოსავლების გარეშე ტოვებს, რასაც სლოვაკეთი რუსული გაზის ტრანზიტის დროს იღებს. საერთო ჯამში სლოვაკეთი ასობით მილიონი ევროს ოდენობის ზარალს ნახავს. მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ შევთანხმდეთ სამთავრობო კოალიციაში და უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდება შევუჩეროთ. ასევე საგრძნობლად შევუჩერებთ დახმარებას უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სლოვაკეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ევრობიუროკრატიის მიერ სლოვაკეთის და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ქვეყნის შიდა საქმეებში აგრესიული ჩარევა და გარეძალების მიერ ევრომაიდანის ორგანიზების მცდელობები ნეიტრალურად განწყობილ მოქალაქეებსაც არტოვებს გულგრილს ამ ყველაფრის შემხედვარედ. საქართველოს, სლოვაკეთის და უნგრეთის მხარეს სიმართლეა. ანტისახელმწიფოებრივ ოპოზიციას კი დასავლური ფინანსები და ევროკავშირის წარმავალი ლიბერალური ელიტა უმაგრებს ზურგს. ხალხი კი ბრძენია და ამ ყველაფერს კარგად ხედავს. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სლოვაკეთთან მიმართებითაც რატომღაც ისევ მიხაელ როთის სახელმა და მისმა განცხადებამაც იჩინა თავი. თურმე ახლა სასწორზე ლიბერალური დემოკრატია ყოფილა შემოდებული და მთელი ყურადღება მიმართულია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი სლოვაკეთის, სერბეთისა და საქართველოს მამაცი ხალხისკენ. ასეც არის, გარეძალის მთელი ყურადღება ნამდვილად არის მიმართული ამ ქვეყნებისკენ. უბრალოდ როთს ის შეეშალა, რომ პირადად მას არ უნდა გაეკეთებინა ასეთი განცხადება. როდესაც როთი მუდმივად აკეთებდა და აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს და აქ რევოლუციისკენ მოუწოდებს რადიკალურ ოპოზიციას, მისი მხრიდან კავშირების დასმა საქართველოსა და სლოვაკეთს, ასევე სერბეთში მიმდინარე პროცესებს შორის ყველაფერს თავის სახელს არქმევს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც როთი თავისი მეგობრებით რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში, რადიკალების აქციაზე მივიდა თბილისში და იქიდანაც მოითხოვა რევოლუცია. როთი რომ სწორედ გარეძალის ერთ-ერთი სპიკერია, ეს უკვე ცხადია. ბედის ირონიით, სწორედ როთის პირით დადასტურდა ის, რასაც სლოვაკეთსა და საქართველოში ვამბობთ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში რადიკალების გამოყენებით უკრაინული მაიდანის მოწყობის გზით ხელისუფლების შეცვლის მცდელობაზე. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე უყურეთ ევროკრატიას.